25 წლის შემდეგ საბჭოთა ბოროტი იმპერიის დაშლისამ ჩანს, რომ კომუნიზმი ისევ მოდაში ბრუნდება. ბერლინის კედლის დაცემის შემდეგ დაბადებულ ახალგაზრდა თაობებს შორის ბევრია ისეთი, ვინც აღზრდილია იმ ადამიანების მიერ, რომლებიც ცდილობენ მათ ინდოქტრინაციას. ტოქსიკური იდეები, როგორიცაა კრიტიკული რასის თეორია, ინტერსექციონალობა და სახლებრივი კოლონიალიზმი, თითქოს მთლიანად შთანთქავს ტოტალიტარული იდეოლოგიის დიდ ტყუილებს. თუ ისინი უცოდინარნი არიან იმ 100 მილიონი ადამიანის შესახებ, რომლებიც კომუნისტური რეჟიმების მიერ იქნენ მოკლულნი. თუ მართლა სჯერათ, რომ სოციალიზმი, რომელიც ყველგან სადაც კი სცადეს, მარცხით დასრულდა, დარულდა და მხოლოდ ტირანიასა და ტანჯვას მოიტანა, შეიძლება 21 საუკუნის ამერიკაში იმუშაოს. და თუ იციან, რომ ანტისიონისტური პროპაგანდა, რომელსაც ისინი ებმებიან, საბჭოთა დეზინფორმაციის კამპანიის ნაყოფია, და რატო ცდილობენ ისინი ებრაული ისტორიის გადაწერას, რათა წარსულის წარუმატებელი სოციალისტური ოცნება გააცოცხლონ. შემდეგ გადაცემა Think Twice-ში ჩვენ ღრმად ჩაუხმავდებით კომუნისტურ და ებრაულ ისტორიას იმ ინსტიტუტის ხელმძღვანელთან ერთად, რომელიც ცდილობს შეინარჩუნოს ჰოლოკოსტის წინა ევროპული ებრაელობის დაკარგული სამყარო. გამარჯობა და კეთილი იყოს თქვენი მობრძანება გადაცემა Think Twice-ში. ერთ-ერთი ყველაზე უცნაური ინტელექტუალური ტენდენცია, რომელიც პოლიტიკურ მარცხენაზე კვლავ მოდაში ბრუნდება, არის რწმენის არდგენა კომუნიზმის ცრუ ღმერთისადმი. მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა კავშირის დაშლამ 70-წლიანი ტოტალიტარული გადამეტებების, ეკონომიკური კრახისა და მასობრივი მკვლელობების შემდეგ თითქოს სამუდამოდ დაასრულა ეს საკითხი. კითხვა უნდა უპირატესობა მიენიჭოს თუ არა მარქსიზმს, ეკონომიკურ და პოლიტიკურ თავისუფლებაზე დაფუძნებულ კაპიტალისტურ სისტემასთან შეტემასთან შედარებით, თითქოს გადაწყდა, მაგრამ 21 საუკუნეში კომუნიზმში რწმენა ან სულ მცირე ინტერესი მის მიმართ კვლავ ბრუნდება. არასაკვირად, 20 საუკუნის ერთ-ერთი მკვლელი დესპოტიზმისადმი ამაისტორიული და ანტიინტელექტუალური მხარდაჭერა დაკავშირებულია საბჭოთა კავშირის ერთ-ერთი დიდი ინტელექტუალური პროექტის, ანტიციონიზმის აღორძინებასთან. თითქმის ყველა ტოქსიკური სიცრუე, რომელსაც ანტისემიტური ბრბოები სკანდირებენ, ებრაელთა გენოციდისა და ებრაელების წინააღმდეგ ტერორიზმისკენ მოწოდებით, მდინარიდან ზღვამდე და მთელ მსოფლიოში გლობალიზებულია. ინტიფადა საბჭოთა პროპაგანდისტებმა 1960-დან 70-იან წლებში გამოიგონეს. მიუხედავად ამისა, ისრაელის კრიტიკოსები იმეორებენ ფრაზებს, რომლებიც მათთვის კრემლში 60 წლის წინ დაწერეს, თითქოს ეს ახალი აღმოჩენები იყოს. ამავე დროს, სხვები ცდილობენ აღადგინონ ინტერესი ებრაული ბუნდის მიმართ, რომელიც იყო დიდი მოძრაობა მეორე მსოფლიო ომამდე არსებული სოციალისტებისა, რომლებიც ებრაელებისთვის ეროვნული ავტონომიის ხელშეწყობას ცდილობდნენ. იდიშენოვან ევროპულ ქვეყნებში ეს იდეა თავიდანვე განწირული იყო მარცხისთვის ანტისემიტური ძალების დომინირების გამო და საბოლოოდ დაიღუპა ჰოლოკოსტსა და საბჭოთა გულაგებში. მიუხედავად იმისა, რომ ეს ღირსია გახსენების, ამჟამად მის მიმართ ინტერესის მოტივი იგივე ანტიციონისტური კამპანიის ნაწილია, რომელსაც თანამედროვე ანტისემიტები აწარმოებენ. ამ ყველაფრისა და ებრაული ისტორიის მნიშვნელობის განსახილველად აქ იმყოფება ინსტიტუტის ხელმძღვანელი, რომლის მისიაც არის შეინახოს შუაში განადგურებული ევროპული ებრაული სამყაროს მატიანე. ჯონათან ბრენტი, ისტორიკოსი, გამომცემელი, მთარგმნელი, მწერალი და მასწავლებელია. ის იყო იელის უნივერსიტეტის გამომცემლობის რედაქტორი, დირექტორი, სადაც დაარსა Annals of Communism-ის სერია. მის წიგნებს შორისა 2003 წლის სტალინის უკანასკნელი დანაშაული და 2008 წლის სტალინის არქივებში. 2009 წელს ბრენტი გახდა EIVO-ს ებრაული კვლევის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი და გენერალური დირექტორი, სადაც მან დაიწყო პროექტი EIVO-ს მეორე მსოფლიო ომამდე არსებული ყველა კოლექციის კონსერვაციისა და დიგიტალიზაციისთვის. ის კითხულობს ლექციებს ებრაული საბჭოთა და აღმოსავლეთ ევროპის ისტორიის შესახებ. მან გადაიღო 3 დოკუმენტური ფილმი თავისი საქმიანობის შესახებ: სტალინის ბოლო შეთქმულება, სტალინი ფოლადის კაცი და სტალინი გასაიდუმლოებული. ასევე ასწავლის ისტორიასა და ლიტერატურას ბარდის კოლეჯში. ჯონათან ბრენტ, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება Think Twice-ში. დიდი მადლობა ესეთი გულთბილი მოწევისთვის. დიდი მადლობა, რომ დრო გამონახეთ და დღეს შემოგვიერთდით. მინდა დავიწყოთ თქვენთვის შეკითხვით, როგორც კომუნიზმის ისტორიკოსისთვის. როგორ ახსნით იმ იდეოლოგიისადმი ინტერესის აღორძინებას, რომელიც წესით საბჭოთა კავშირის დაშლასთან ერთად უნდა გამქრალიყო? როგორ ფიქრობთ, რატო ამბობენ ზოგიერთი ახალგაზრდა, რომ კომუნიზმი მოსწონთ? არიციან მისი ისტორია? თუ მართლა ფიქრობენ, რომ სოციალიზმი ისეთი სისტემაა, რომელსაც შეუძლია წარმატების მიღწევა, მიუხედავად იმისა, რომ ყველგან სადაც სცადეს წარმატებელი აღმოჩნდა. კარგი, დავიწყებთ თქვენს კითხვაზე პასუხს, რომელიც ძალიან კარგი კითხვაა. მოლოტოვის სიტყვებით გიპასუხებთ, რომელმაც საუბარში ფელიქს ტრუიევთან თქვა.
სიცოცხლის ბოლოსკენ ამხანაგი სტალინი სამუდამოდ იცხოვრებს ყველა პროგრესული ადამიანის გულში. და სამწუხაროდ ის ასე ძალიან არ ცდებოდა. და ეს არა თავად სტალინია, არამედ ის, რასაც ის წარმოადგენდა. ის, რასაც სტალინი წარმოადგენდა, იყო სახელმწიფოს ძალა იმ იდეების სამსახურში, რასაც ისინი თანასწორობად მიიჩნევდნენ, რასაც ისინი სამართლიანობად თვლიდნენ, რასაც ისინი ბურჟუაზიული დომინაციის დამსხვრევად აღიქვამდნენ საზოგადოებაზე, სიმდიდრეზე, ძალაუფლებაზე. ის წარმოადგენს ამ ძალის ძალაუფლებას. და მსოფლიოში ბურჟუაზიის გასანადგურებლად, ლიბერალიზმის გასანადგურებლად და ხალხებს შორის ერთგვარი თანასწორობის მისაღწევად, თანასწორობის, რომელიც რეალურად დაფუძნებულია გაღატაკებაზე, თანასწორობის, რომელიც დაფუძნებულია დამონებაზე და არა ადამიანების ამაღლებაზე. მაგრამ მიუხედავად ამისა, ეს არის თანასწორობა. და სამწუხაროდ, ამერიკული მმართველობის სისტემის და ზოგადად დასავლეთის სიძულვილი თაობიდან თაობაზე გადაეცემა იმ ახალგაზრდებს, რომლებიც სწავლობდნენ ჩვენს ყველაზე ლიბერალურ და პრივილეგირებულ უნივერსიტეტებში, რომლებიც აღზრდილნი არიან პროგრესულ სკოლებში. და ეხლა ჩვენ ვხედავთ ამის შედეგს კრიზისის დროს. დიახ, ანუ ეს საკმაოდ შემაშფოთებელია. მე მჯერა, რომ ეს მართლაც შემაშფოთებელია და უნდა გითხრათ, ბევრს ვფიქრობდი ამაზე. როგორ უნდა გამოსწორდეს ეს? მე ვისაუბრე კოლეგებთან და ისტორიკოსებთან, რომლებიც ბევრად უფრო გამორჩეულები არიან ვიდრე მე ვარ. როგორ უნდა გამოასწორო ეს? და ერთადერთი დასკვნა, რომელსაც მივახციეთ, არის უნდა მოიშორო. სისტემა. მაგრამ ეს საშინელება. აშკარად არავის უნდა ამის გაკეთება. არავის უნდა ინგლისური ენის დეპარტამენტების ან პოლიტიკის მეცნიერების დეპარტამენტების მოშორება. მაგრამ ეს იდეოლოგიები დამკვიდრდა არა მხოლოდ პოლიტიკური თეორიაში, არამედ ლიტერატურის თეორიაში, გენდერული კვლევების თეორიაში. ეგეც ორდი პოსტკოლონიალური თეორიაში. და დიდწილად იმ ენერგიებში, რომელთაგან ყველა სულაც არ არის დასაცინი. იცი, შეიძლება ცოტა გადაჭარბებულად ლაპარაკობ. რადგან ამ წლის განმავლობაში აკადემიური წრეებიდან წამოსულ კრიტიკებში მართლაც ბევრი სიმართლე იყო. და ვიტყოდი, რომ ეს ვიეტნამის ომს უბრუნდება. მაგრამ ეს ერთმანეთში აირია. ახალგაზრდების ცხოვრებისადმი დამოკიდებულების შიდა სტრუქტურაში ჩაჯდა. ეს მხოლოდ ეს თუ ის პოლიტიკური ფიგურა არის, ან ეს თუ ის რამე. ეს არის ცხოვრებისადმი მიდგომის ფორმა. და როცა ამაზე ფიქრობ, იცი რა არის საჭირო ჩემი აზრით. პირველ რიგში უნდა იყვნენ ლიდერები, რომლებიც შეძლებენ გამოხატონ რაღაცა იმედის მომცემი, რაღაცა განმათავისუფლებელი, რაღაცა წინმსწრები. უნდა არსებობდეს ინსტიტუტები, რომლებიც ამას მხარს დაუჭერენ. და არსებობდეს. ახალგაზრდების შემოქმედებისთვის სივრცეებისთვის. მაგრამ ეხლა როგორც მემარცხენეები, განსაკუთრებით ახალგაზრდა მემარცხენეები, ეხვევიან ამ შუა საუკუნეობრივ რეაქციულ გენოციდურ მოძრაობას ჰამასის. ეს გაუგებარია, 30 წლის წინ ეს სრულიად გაუგებარი იქნებოდა. დღეს ეს ფაქტია. ამიტომ ყოველ ღამე ამაზე ვსაუბრობ ჩემს ცოლთან, ამაზე ვსაუბრობ ჩემს კოლეგებთანაც. სიმართლე რომ გითხრათ, ცოტა დაბნეული ვარ, რადგან არ ვიცი. როგორ? ივო ინსტიტუტი, რომელსაც წარმოვადგენ და ასევე ვასწავლი ბარდის კოლეჯში,
პირადად მე რა შემიძლია გავაკეთო ამასთან დაკავშირებით, გარდა იმისა, რომ ვცადო. ჩემ სტუდენტებთან ერთად განვავითაროთ ცხოვრების ხედვა, რომელიც მოიცავს უფრო მეტს, ვიდრე მათი ვიწრო და მძაფრი იდეოლოგიები. გმადლობთ, რომ მოусმინეთ Think Twice. მიუხედავად იმისა, თუ რომელ პოდკასტ პლატფორმაზე გვისმენთ, ან პირდაპირ ეთერში გვიყურებთ Facebook-ზე, X-ზე ან JNS-ის YouTube არხზე, მთოთ მოიწონოთ და გამოიწეროთ JNS. დააწკაპუნოთ ზარზეშად ობინებებისთვის და დაგვიტოვოთ კარგი შეფასებები. ასევე გარდა Think Twice-ისა არსებობს ჯონათან ტობინის ყოველდღიური პოდკასტიც, სადაც კიდევ უფრო მეტ სიახლესა და ანალიზს გიზიარებთ. იმ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებზე, რომელთა წინაშეც სტრესს ვდგავართ. ყოველდღიურ გადაცემას იპოვით როგორც ჯონათან ტობინის ყოველდღიური JNS-ის არხზე, სადაც არ უნდა უსმენდეთ თქვენს პოდკასტებს. ეხლა კი დაუბრუნდეთ დღევანდელ გადაცემას. კი, მგონი ზუსტად მიარტყით. ეს არის შედეგი იმისა, რაც პროგრესისტების ხანგრძლივი ბრძოლაა განათლების ინსტიტუტების დასაპყრობად და ვფიქრობ ასევე კულტურის დიდი ნაწილისაც. დამართალი ხარ, ამან პირდაპირ გამოიწვია ჰამასის მხარდაჭერა, პრო-ჰამასის ბრბოები კამპუსებში და ქუჩებში. იცით, ეს დიდი დებატია, ეს შეიძლება ცალკე გადაცემაც კი იყოს განათლების მომავალზე. ჩვენ სხვა საკითხებზეც გვინდა საუბარი. მაგრამ ეს არგუმენტია, როცა ამბობთ, უბრალოდ დაშალეთო. კი, მაგრამ ჩემთვის ნათელი არ არის, რომ იცით, თუნდაც ყველაზე მკაცრი მცდელობები აიძულო ინსტიტუტები შეიცვალონ, ნამდვილად გამოიწვევს მათ ცვლილებას. გულისხმობ ცხადია, რასაც პრეზიდენტი ტრამპი ცდილობდა და ცდილობს. არ ფიქრობ, რომ ის ამას აღწევს, იცით? შეიძლება საბოლოოდ ზოგიერთი ინსტიტუტი დაფინანსების გარეშე დარჩეს თუ არა, ან იცით, მისნებას დაემორჩიოს. ყველა დასაქმებულია. მაინც არსებობს ეს იდეოლოგიური პროგრამა. ასე რომ, ახალი ინსტიტუტების შექმნის გარდა, რაც მგონი რამდენიმე მაგალითია, იცით, რაც ოსტინში და ჰამილტონის კოლეჯში ხდება, ფლორიდის უნივერსიტეტში, ეს საინტერესო ექსპერიმენტებია. მაგრამ ეს მთელ სანაპიროზე ორი ქვიშის მარცვალევითაა. როგორ შეცვლი ამერიკულ განათლებას, როცა ძირითადად ამ სფეროში მომუშავე ადამიანების უმეტესობა ამ გზით არის ინდოქტრინირებული? ხო. ფიქრობ მეტი ესეთი ალტერნატიული ინსტიტუტი უნდა არსებობდეს. მაგრამ კიდევ ერთ რამესაც მინდა ვთქვა ახალგაზრდებზე. აი ფიქრობ, რომ ჩვენ არ. რაც კამპუსებზე ხედავთ, ეს ყველაზე ხმაურიანი ნაწილია. შემს გაკვეთილებზე ბარჩი, განსაკუთრებით 7 ოქტომბრის შემდეგ, ველოდი რომ ბევრ გაბრაზებას, ასეთ და ისეთ პოლიტიზებულ აზროვნებას და ასე შემდეგ ნახავდი. და გეტყვით, ბარდის კოლეჯში სტალინის შესახებ ლექციას ვკითხულობ. ასევე ვკითხულობ ლექციას თომას მანის დოქტორ ფაუსტუსზე. და რასაც ჩემ სტუდენტებში ვხედავ, ყველაფერზე მეტად გახსნილობას და სურვილს მოისმინან. არგუმენტები, რომლებსაც აზრი აქვს. პრობლემა ისინი არ არიან. მე ვფიქრობ, რომ მასწავლებლები ძირითადად ძალიან პოლიტიზებულები და ძალიან აგრესიულები არიან. მაგრამ ახალგაზრდებს თუ შესაძლებლობას მისცემ, ვფიქრობ, სურთ იყვნენ უფრო გახსნილები, უფრო ლიბერალები იმ ძველი კარგი მნიშვნელობით, რაც ამას ადრე ქონდა. ვფიქრობ, მათ სურთ მიიღონ თვითკრიტიკის შესაძლებლობები და სცადონ გაანალიზონ საკითხები უფრო რთულად. ესე რომ სინამდვილეში მე ბევრი იმედი მაქვს სწორედ იქიდან და ეს რა თქმა უნდა ანეკდოტურია. იმ ახალგაზრდა ადამიანებიდან, რომლებსაც ვიცნობ, ვასწავლი, რომლებიც ჩემს გარშემო არიან აქ ივოში და ვინც ჩვენს ივოს პროგრამებში მოდიან, იმედს არ კარგავ. რაც შემაძწუნებს, გულწრფელად რო ვთქვა, ეს არის ლიდერები, როგორც მარცვლევ, ისე მარჯვნივ. რადიკალური მარჯვენა და რადიკალური მარცხენა. მაგრამ, როგორც ჩემი ბაბუა ითქოდა, თევზი თავიდან კარს. და სამწუხაროდ არ ვიცი ვინ არიან ინტელექტუალური ლიდერები დღეს.
არ ვიცი რომ ერთი ახალი სოციალური იდეაც კი. სოციალური ფორმირების, სოციალური სტრუქტურების ფორმირების ახალი იდეა. ბოლო 30 წლის განმავლობაში წამოყენებული არ ყოფილა. არსებობს ბევრი დაღლილი იდეა, როგორც ძველი საბურავები, რომლებსაც ხელახლა გადაკრავენ, ხომ იცით? მაგრამ სად არის ახალი იდეები? თითქმის ყველა ახალი იდეა უკიდურეს მარცხენაზე იყო. Deconstruction, genderoclavity, postcolonial critica. ესენი არიან ახალი იდეები. და იცით, კოლონიზმზე ბევრი რამ შეიძლება ითქვას. კოლონიზმი კარგი არ იყო. კარგი იყო თუ მართვალ კლასში იყავი. არც ისე კარგი იყო თუ დაბალ კლასებში იყავი. მონობაზე უნდა ვისაუბროთ. ზუსტად ისე როგორც ჰოლოკოსტზე ვსაუბროთ. და იცით ეს. უნდა იყოს გახსნილობა ამისთვის და მე იცით იმ მცირედით, რაც გივოში შეგვიძლია, ვცდილობ შევინარჩუნო ეს გახსნილობა აქ, რაც ყოველთვის ასე ადვილი არ ყოფილა, განსაკუთრებით 7 ოქტომბრის შემდეგ. როგორც არ უნდა იყოს, დიახ, ეს თავსატეხია. კარგი. ისტორიის ერთ ასპექტს რო ჩაუღრმავდეთ, ცხადია დიდი ძალისხმევა ჩაიდო ჰოლოკოსტის მეხსიერების შენარჩუნებაში. და მიუხედავად იმისა, რომ ვფიქრობ, შეიძლება იდაოს, რომ ამ ძალისხმევათა ნაწილი არასწორად იყო გათვლილი, ეს მაინც ძალიან მნიშვნელოვანია. მაგრამ ასევე სიმართლეა, რომ დღეს ამერიკელების უმეტესობას ძალიან ცოტა რამ იცის კომუნიზმის დანაშაულებზე, მის ისტორიაზე. ან უბრალოდ ისა, რომ ამ ქვეყანაში საერთოდ არ ვიცით ისტორია. გულისხმობ ჩვენი ქვეყნისაც კი არა თუ ის, რაც ევროპაში მოხდა გასულ საუკუნეში. თუ ეს უფრო შეგნებული რევიზიონისტური მცდელობის შედეგია. ფიქრობ, ამის ნაწილი იყო ცივი ომის რიტორიკა. იცით, ცივმა ომმა კომუნიზმი უბრალოდ ბოროტების იმპერიად აქცია, ხოლო ჩვენ კარგები ვიყავით. და ეხლა კარგებს უტევენ. და ასე რომ კომუნიზმი თითქოს ისევ ბრუნდება, მაგრამ გულწრფელად რომ თქვა, მართალი ხარ. გულისხმობ, რომ კომუნიზმის გასაგებად უბრალოდ ცივი ომის საკითხვა არ გმარა. ამ თემაზე წიგნები, უნდა ჩაუღრმავდე დოკუმენტებს და მენტებს და ნახო, როგორ ფიქრობდნენ ისინი სინამდვილეში, როგორ ფიქრობდა სტალინი სინამდვილეში, როგორ ფიქრობდა მოლოტოვი სინამდვილეში, რაზე იყო სინამდვილეში სტალინსა და ტროცკის შორის ბრძოლა. და რა ტიპის არჩევანს აკეთებდნენ ისინი. და ყოველგვარი ეჭვის გარეშე შემიძლია გითხრათ, რომ სტალინის შესახებ ჩემი ლექციის შემდეგ არც ერთ სტუდენტს იმ კლასებიდან, რომელთაც ოდესმე ვასწავლიდი ამ თემაზე, არ გონია, რომ ეს კარგი იდეაა. თუ მაინც უსმენდნენ, არ. სწორია, არა, ესე არ ფიქრობენ. ამერიკელები წინ წავიდნენ. უფიქრობ 1991 წლის შემდეგ მათ უბრალოდ ჩათვალეს, რომ ეს აღარ იყო პრობლემა. და ალბათ იცი, ისეთ სუდადაც არ იყო, როგორც გვეგონა. იყო უამრავი მწერალი, რომლებიც ცდილობდნენ ნორმალიზებას. საბჭოთა კავშირის ნორმალიზებას ზუსტად ისე, როგორც დღესაც არიან უამრავი მწერალი, რომლებიც ცდილობენ ისლამიზმის ნორმალიზებას. და ეს საშინელი შეცდომა. ეს საშინელი შეცდომა. კომუნიზმი დაფუძნებული იყო. მსოფლიოს ხედვაზე. ეს იყო ჩემი თვალსაზრისით. და ვიცი, ბევრი ადამიანი ძალიან გაბრაზდება ჩემზე ამის თქმისთვის. მაგრამ ეს ნამდვილად ანტიადამიანური შეხედულებაა. მისი საზოგადოებისა და ადამიანის პიროვნების გაგება ანტიადამიანური იყო. ნება მომეცით, ერთი მშვენიერი მაგალითი მოგიყვანოთ ამის შესახებ. 1947 წელს, როგორც შეიძლება იცოდეთ, ბორის პასტერნაკის დოქტორ ჟივაგო გამოიცა და საბჭოთა ხელისუფლება ძალიან განაცხენებული იყო ამაზე. და არ იცოდნენ, სად იყო ხელნაწერი. და პასტერნაკმა ის ფელტრინელისთვის გაგზავნა იტალიაში, ხოლო ფელტრინელიმ შემდეგ მისი ასლები გააკეთა და თავის ყველა მეგობარს გაუგზავნა. ამიტომ როცა საბჭოთა ხელისუფლებამ გადაწყვიტა ყველა ასლის შეგროვება და ხელნაწერის დაპატიმრება, ფელტრინელი მათ უთხრა. ეს შეუძლებელი იყო, თუ ისინი არ აპირებდნენ ინგლისში და ამერიკაში წასვლას და იქაც ხელნაწერის დაპატიმრებას.
ასე რომ საბოლოოდ საბჭოთა ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ წიგნი უნდა წაეკითხათ. და ენახათ რაზე იყო ეს საშინელი რომანი. ამიტომაც მათ დაავალეს ცენტრალური კომიტეტის კულტურის განყოფილების უფროსს. წაეკითხა დოქტორ ჟივაგო. მან წაიკითხა და დაწერა ანგარიში. და მე ჩემ სტუდენტებს ვეუბნები, თუ რომელიმე თქვენგანი დაწერს ესეთ ანგარიშს, რომელიმე წიგნზე, რომელსაც ჩვენ გკითხულობთ, უმაღლეს ქულას მიიღებს. მან ზუსტად იცოდა რაზე იყო ეს წიგნი. მას ეს შიგნიდან ესმოდა. მას შეეძლო ავტორი, პერსონაჟები და სიტუაცია თანაგრძნობით წარმოეჩინა. და ის ასრულებს სიტყვებს ასე. მაგრამ ამხანაგებო, სამწუხაროდ, ეს წიგნი ჩვენი მტერია. რადგან წიგნის ცენტრში ბურჟუაზიული ეგოა. Individual. Ho, individual. პერსონაჟები ზუსტად. და სწორედ ამას გულისხმობ, როცა ვამბობ, რომ ეს ანტიჰუმანური სისტემა არის. და იცი, მაგრამ ხალხი არ გიჯერებს. ისინი არ გიჯერებენ. ისინი არ ამბობენ, არ ფიქრობენ, რომ გულაგები ისეთი მასშტაბური ან საშინელი იყო, როგორიც სინამდვილეში იყო. და კომუნისტთან დაკავშირებით ბევრი რევიზიონიზმი მოდის მემარცხენე აკადემიკოსებისგან. უამრავის დასახელება შემიძლია. მათგან ბევრი, ვინც 80-იანი წლების ბოლოს და 90-იანი წლების დასაწყისში ცდილს დილობდა მსხვერპლთა რაოდენობის შემცირებულად წარმოჩენასაც კი. ეს შოკის მონგრელად არამორალურია. თითქოს სოჟენიცინი და გადარჩენილთა ლიტერატურის მთელი ჟანრი. ზუსტად. მაგრამ უნდა აღვნიშნო, რომ ეს მხოლოდ 1991 წლის შემდეგი ფენომენი არ არის. ვფიქრობ, ორივე საკმარისად ასაკში ვართ. ვიცნობთ იმ ფაქტს, რომ ბევრი ადამიანი ცდილობდა საბჭოთა კავშირის ნორმალიზებას მის დაშლამდე, რომლებიც თქვენ თუ გინდათ მათ აპოლოგეტებს უწოდეთ, ან უბრალოდ სჯეროდათ, რომ ის ყოველთვის იარსებებდა და ბირთვული საფრთხე იყო. ამიტომ უნდა შეგვეგუებინა ეს. და ნუ უწოდებ ბოროტებას. არა, სტივენ კოენ, დიდი ისტორიკოსი, დაწერა წიგნი, რომელიც აპრილში გამოიცა. ეს მახსოვს, იმიტომ რომ მამაჩემს ჩიკაგოში წიგნის მაღაზია ჰქონდა და მახსოვს, როცა ეს წიგნი გამოვიდა. გონი ეს იყო 1991 წლის აპრილი. ჰომო სოვიეტიკუსი იყო წიგნის სათაური. ეს ნიშნავს საბჭოთა ადამიანს. რას ნიშნავს? იყო საბჭოთა ადამიანი. და წიგნი ამტკიცებს, რომ საბჭოთა კავშირი უნდა იყოს ერების ოჯახის ნაწილი და ასე შემდეგ. და შემდეგ ის ჩუმად აირეს თაროებიდან 1901 წლის აგვისტოში. ავტორებს ხშირად რაღაცები ემართებათ. ზოგჯერ ძალიან უსიამოვნო რაღაცები ემართებათ ავტორებს. ეს კარგი იყო ცივილიზაციისთვის, მაგრამ ცუდი იმ წიგნისთვის. ხო. ზუსტად, უფიქრობ, ასევე არსებობს სტალინით მოჯადოებულობა. მოჯადოებულობა მისი მიზანდასახულობით. And disciplining. სისასტიკე. და ისეუბნება აიზენშტაინს 1947 წელს. ცნობილი კინორეჟისორი. ცნობილი კინორეჟისორი, დიახ. აიზენშტეინმა გადაიღო ფილმი ივან მრისხანე, პირველი ნაწილი, შემდეგ მეორე ნაწილი. მეორე ნაწილი ომის შემდეგ გამოვიდა. სტალინი არ ეთანხმება ივანე მრისხანის გამოსახულებას მეორე ნაწილში. ისეუბნება აიზენშტაინს, რა მოგივიდა თავში, როცა ამას აკეთებდი? გონია, რომ ის ინგლისელი ბანკირია? გონია, რომ ივანე მრისხანე ჰამლეტია? ჯერ ესე ფიქრობს, მერე ესე. და უკან დაბრუნებისას თქვა, არა, ივანე მრისხანე რუსეთის მეფეა. უნდა აჩვენო, რომ ის სასტიკი იყო, მაგრამ უნდა აჩვენო, რატო იყო სასტიკი. და შემდეგ სტალინი ამბობს რაღაცას, რაც არასდროს დამიწყებია. ის ამბობს, გონია ღმერთმა ხელი შეუშალა მას თავის საქმეში. რადგან როცა ივანე მრისხანე ვინმე სიკვდილით სჯიდა, მას მონასტერში გაქცევა და მიტევების თხოვნა უწევდა. და სტალინი ამბობს, რომ ივანეს ყველა ბოიარი ერთდროულად რო სიკვდილით დაესაჯა, ჩვენ არასდროს გვექნებოდა არეულობის დრო. ხო, სტალინს ეგ პრობლემა არ ჰქონდა. მას ეგ პრობლემა არ ჰქონდა. მართლა არ ჰქონდა. და ვფიქრობ, რაღაც საშინელი გზით. ხალხი, განსაკუთრებით ახალგაზრდები, ამით აღფრთოვანებულები არიან. ისევე როგორც დღეს, ბევრი ახალგაზრდა ჰიტლერით აღფრთოვანებულია. ხო, იმიტომ რომ ის ძლიერ და დინამიკურ პიროვნებად მიაჩნიათ, ან ასე ფიქრობენ.
იცი პიროვნება, რომელიც საქმეს აკეთებს. ხო, ყოველთვის არის ძლიერი ლიდერის მიმართ მიზიდულობა. და იცი, სტალინზე ციგნები როგორც ჩანს არასდროს წვეტენ ბეჭდვას და არც პოპულარობას კარგავენ. მანამდე ფიქრობდი, იცი, ჩვენს საუბრამდე, რა დარჩა პოპულარულ კულტურაში საბჭოთა კავშირის შესახებ, რაც ჯერ კიდევ არსებობს. რამდენიმე წლის წინ იყო ძალიან სახალისო ფილმი სტალინის სიკვდილზე, რომელიც ჩემი აზრით ძალიან სასაცილო იყო. მან ბევრი არაფერი გვასწავლა საბჭოთა კომუნიზმის შესახებ, იცი? მიუხედავად იმისა, რომ ძალიან გასართობი იყო. Apple TV-ზე არის ალტერნატიული ისტორიის სერიალი. იმაზე რა მოხდებოდა, რომ საბჭოელები პირველები მისულიყვნენ მთვარეზე. მაგრამ ამის გარდა ეს თითქოს შავი ხვრელია ჩვენს კულტურაში. არაფერს ვამბობ იმაზე, რაც აკადემიაში ხდება საბჭოთა კავშირსა და კომუნიზმზე და იმ 100 მილიონ ადამიანზე, რომლებიც კომუნიზმმა მე-20 საუკუნეში მოყვა. დიახ, და ასევე ვფიქრობ, ეს არის დიდი ამბავი, რომელიც კვლავაც დაფარეს საბჭოთა შეღწევა ამერიკულ ინსტიტუტებში 30-იან, 40-იანი და 50-იან წლებში. და როცა იელის უნივერსიტეტის გამომცემლობაში მუშაობდი, გამოვეცით მთელი სერია წიგნების, მათ შორის რამდენიმე ამ თემაზე. ერთ-ერთი ერქვა ამერიკული კომუნიზმის საიდუმლო სამყარო. როცა ეს წიგნი საბოლოოდ გამოვიდა და შეგვეძლო დაგვემტკიცებინა. ისეთი რაღაცები, როგორიცაა Armand Hammer იყო. საბჭოთა კავშირის ფუმზიდი. რისი დამადასტურებელი დოკუმენტებიც ჰქონდა. ჩვენ შეგვეძლო დაგვემტკიცებინა, რომ ვალტერ დურანტი საბჭოთა აგენტი იყო. New York Times-ის რეპორტიორი, რომელმაც პულიცერის პრემია მიიღო უკრაინული შიმშილის უარყოფისთვის. New York Times-მა უარი თქვა წიგნის აღიარებაზე. მათ არ განუხილავთ იგი. მათ არ აღიარეს იგი. ბოლოს, როცა სენატორმა მოინიჰანმა, ნათელი ხსონისა. გახსნა ეგრეთ წოდებული ვენონას ფაილები, რომლებიც ეხებოდა საბჭოთა ჯაშუშობას ამერიკის შეერთებულ შტატებში. და მასალები ჩვენს წიგნში ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამისთვის. New York Times-მა ბოლოს და ბოლოს შეძლო წიგნის აღიარება და სინამდვილეში იგი New York Times-ის პირველ გვერდზე განათავსეს. მაგრამ მათ ყველაფერი გააკეთეს, რომ ეს დაემალათ. Senator Moynihan's დასჭირდა. ამის გაკეთება, რომ წიგნი ეღიარებინათ. The communism's role არა მხოლოდ უნივერსიტეტებში, არამედ New York Times-ში, სხვა მედიაში, შეერთებულ შტატებში ძალიან ღრმა იყო. და ეს იყო მდგრადი და დღესაც ახდენს გავლენას. ეს არის უნივერსიტეტები, მედია, საზოგადო მოღვაწეები, რომლებიც ახლა ყავს მამდანის ნიუ-იორკის მერის პოსტზე ყოფლით. მოგვიანებით მასზეც ვისაუბრებთ, მაგრამ დიახ. გულისხმობ, იდეებს ვერ მოკლავ, თუნდაც მოკლა. და მათ საკუთარი ცხოვრება აქვთ. ინტელექტუალური ისტორია ფართოდ არის დისკრედიტებული აკადემიაში. მაგრამ ვფიქრობ აუცილებელია, რომ ადამიანები დაიწყონ იდეების გენეალოგიის შესწავლა. მე და ჩემი რამდენიმე კოლეგა მალე გამოვცემთ წიგნს ჰამასის წარმოშობისა და იდეოლოგიის შესახებ. შესანიშნავია. ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი თემა, რომელზეც უმეტესობა არაფერი იცის და არც სურს რაიმე იცოდეს. ეს არის შემაშფოთებელი რამ. მათ ნამდვილად არ სურთ რაიმე იცოდნენ ამაზე, რადგან ეს ეწინააღმდეგება მათ პოლიტიკურ შეხედულებებს. როგორც კი გაიგებენ, საიდან მოდის ამ იდეების დიდი ნაწილი. ეხლა კიდევ ერთი მე-20 საუკუნის მოძრაობა, რომელიც გარკვეულწილად აღორძინებას განიცდის, არის ებრაული შრომითი ბუნდის მოძრაობა. ეს მნიშვნელოვანი ნაწილია გასული საუკუნის ევროპული ებრაელობის ისტორიაში. და როგორც იდიშისადმი ინტერესი წარმოადგენს მცდელობას ხელახლა აღმოაჩინონ ის, რაც ჰოლოკოსტის დროს დაიკარგა. მაგრამ ჩემთვის და ვფიქრობ ბევრი სხვა ადამიანისთვისაც საკმაოდ აშკარაა, რომ დღეს ბუნდის მხარდამჭერთა ნაწილის მთავარი მოტივი არის ბუნდიზმსა და სიონიზმს შორის ბრძოლის თავიდან დაწყება. ეს როგორც კომუნიზმისა და კაპიტალიზმის საკითხი თითქოს უკვე გადაწყდა სიკვდილის ბანაკებისა და გულაგების ფერფლში. რას ფიქრობთ იმაზე, რომ მემარცხენეების ნაწილი ამ ისტორიას იყენებს როგორც იარაღს ისრაელისა და სიონიზმის წინააღმდეგ დღევანდელ ბრძოლაში?
ამაზე ხშირად ვსაუბრობთ ივოში, რადგან როგორც შეიძლება იცოდეთ, ჩვენ გვაქვს ყველაზე დიდი ბუნდის მასალების კოლექცია მსოფლიოში. აქ გვაქვს ბუნდის სრული არქივი და ამჟამად ვაციფრულებთ მას. დაახლოებით 3.5 მილიონი დოკუმენტია. ფიქრობ, ცოტა არაკეთილსინდისიერია ის თუ როგორ იყენებენ ამას. 1930-იან წლებში ბრძოლა ბუნდიზმსა და ისრაელს შორის არ ყოფილა. ბრძოლა იყო იდეოლოგიების ბრძოლა. დავჩეთ აქ. თუ წავიდეთ იქ, სად გვაქვს გადარჩენის საუკეთესო შანსი? და ამით მხოლოდ ფიზიკურ გადარჩენას არ გულისხმობ, არამედ ჩვენი ტრადიციების, ჩვენი ენის, ჩვენი ჩვეულებების გადარჩენასაც გულისხმობ. ჩვენი ლიტერატურის, ჩვენი მუსიკის და ასე შემდეგ. ეს იყო საკითხი. ბუნდიზმი კლასიკური გაგებით არასოდეს ყოფილა ისრაელის წინააღმდეგ როგორც ასეთი. ესე რომ ცოტა არაკეთილსინდისიერია პრინციპული პოზიციის აღება. ინტელექტუალური დავა 1930-იანი წლებიდან და მისი გადმოტანა დღევანდელობაში. უეჭველია რომ ისრაელი იდიშის ენა მეორე ხარისხის ენადაქცია. და თუ ამ ენაზე ისაუბრებდი თელ-ავივის ან იერუსალიმის ქუჩებში დაგაფურთხებდნენ. კარგი. ეს საზიზღრობა იყო. ეს საზიანლა იყო. ეს სამარცხვინო იყო, ვფიქრობ, ბევრ მხრივ. ნიშნავს ეს იმას, რომ უნდა ზურგი აქციო ისრაელს. თუ ნიშნავს იმას, რომ ნიშნულოვანია ვაჩვენოთ, რომ იდიშური კულტურა ნამდვილად ეკუთვნის იმ მატრიცას, რასაც ჩვენ თანამედროვე ებრაულ კულტურად მივიჩნევთ, როგორც ისრაელშია წარმოდგენილი. ის მტრული განწყობა, რომლითაც განსაკუთრებით ახალგაზრდები იყენებენ ამას, რომ ისრაელს პასუხი გასცენ. ეს მიმანიშნებს, რომ ამას არაფერი აქვს საერთო იმასთან, არის თუ არა ისრაელი pro and con იდიში. და რო ეს კონტექსტში ჩავაყენოთ, ცხადია იცით, რომ ებრაული სუვერენიტეტის აღორძინება ისრაელის მიწაზე დაკავშირებული იყო ებრაული ემის აღორძინებასთან. დიახ. და ეს იყო ერთგვარი ენის ომი, რაც დღეს შეიძლება ძალიან გაუგებარი ჩანდეს ადამიანებისთვის, მაგრამ მაშინ ეს ძალიან რეალური იყო. და ასევე იცით, ებრაული სულ მცირე მაშინდელი მისწრაფებების და დღევანდელი რეალობით მოიცავდა ებრაელებს ევროპას გარეთაც, იცით. სწორია. რაც იდიშ არ გაუკეთებია. დიახ, ზუსტად ასეა და უფრო მეტიც, ებრაული გაბლუნებს ებრაელი ხალხის სათავესთან ბიბლიურ ეპოქაში. და იდიში, რა თქმა უნდა, გაბლუნებს ევროპული გამოცდილების დამცირებებთან და გედოებთან. და ყველა დანარჩენი მეორე ხარისხოვანი მოქალაქეობა, რომლითაც ასე ვთქმებოდით პოლონეთში 1000 წელზე მეტი ხნის განმავლობაში. ამიტომ ფიქრობ, რაც ნამდვილად ხდება განსაკუთრებით ახალგაზრდებში, ეს არის სიძულვილი, ღრმა პოლიტიკური ანტიპათია, რომელსაც ისინი გრძნობენ და რომელიც იმალება ამ სხვა დაპირისპირებაში, რომლის არსიც ფიქრობ უმეტესობას არც კი ესმის. და ვიცი, რომ ახალი წიგნი გამოვიდა. დიახ, მინდა ეს ცოტა ხანში ვახსენო. მოლი კრაბებლი, რომელმაც წიგნი დაწერა ბუნდის შესახებ, რომელიც უნდა აღვნიშნო, მიიღო ბრწყინვალე, თუმცა სასტიკად ანტისიონისტური რეცენზია. New York Times-ში მან თქვა, რომ ჯერა ბუნდისტებს შორის განსაკუთრებით მათ, ვინც ნიუ-იორკში იყო, პირდაპირ კავშირია ნიუ-იორკის ამჟამინდელ მერთან, ზორან მანდანთან, რომელიც ისრაელის მტკიცე მოწინააღმდეგეა და მხარს უჭერს მათ, ვინც ცდილობს ებრაული სახელმწიფოს განადგურებას. მაგრამ ისენიც კი, ვინც ფიქრობდა, რომ ბუნდისტები ცდებოდნენ, იცით, 100 წლის წინ ან 90 წლის წინ, მათ არასოდეს აღიქვამდნენ ებრაელების მტრების მოკავშირეებად. რატო ამყარებენ ზოგიერთები მარცხნიდან ამ კავშირს? ეს ტრაგედია. უნდა გითხრათ, ეს გულსადგენია. ეს არის გულსადგენი ტრაგედია, რომ ახალგაზრდები და მე ვიცნობ მოლის ის კარგი გოგოა. ადამიანია და ახლა თითქმის ყველაფერზე განსხვავებული აზრი გვაქვს. მაგრამ
ჩემთვის ეს ტრაგედია, უბრალოდ ესეა. როგორ შეუძლიათ ესე აუმხედრდნენ საკუთარ ხალხს? სინამდვილეში წარუმატებელი იდეოლოგიის გულისთვის. იმიტომ რომ სწორედ ეს იყო ბუნდიზმი საბოლოოდ, წარუმატებელი იდეოლოგია და ის არ დამარცხდა. იმიტომ რომ თეორიულად ყველა დეტალში არ იყო სწორი. ის დამარცხდა იმიტომ რომ ისტორიამ გადაუარა. მას გადაუარეს ძალებმა, რომელთა გამკლავებაც ვერ შეძლო. დიახ, It produced მან გარკვეული დადებითი რამეები მოუტანა პოლონეთში მცხოვრები ებრაელი ხალხის მცირე ნაწილს. ეს არასოდეს ყოფილა მასობრივი მოძრაობა ისეთი მასშტაბით, როგორც ხალხს სურს წარმოაჩინოს. ის ისწრაფოდა სოციალური სამართლიანობის მიღწევას. ფიქრობ, ეს არის კავშირი მანდანისთან დღეს. მაგრამ ის ფაქტი, რომ გსურთ სოციალური სამართლიანობის მიღწევა, რაშიც დარწმუნებული ვარ, თქვენს და თქვენი ყველა მაყურებელი და მსმენელიც ასევე სურს. გულისხმობ, ვერ წარმომიდგენია ვინმე ადგეს და თქვას არა, მე სოციალური უთანასწორობის მომხრე ვარ, მე მონობის მომხრე ვარ. არა, ამას არ იტყვით. მაგრამ როგორ მიაღწევ ამას? მოიპოვებ ამას იმით, რომ ადამიანებს სიმდიდრეს ართმევ. თუ მიაღწევ ამას იმით, რომ ადამიანებს წინ წაიყვან. და სამწუხაროდ სოციალისტური გზა თანასწორობის მისაღწევად არის დაქვეითება და არა ამაღლება. და ადამიანებს წინ ვერ წაიყვან, თუ სხვებს რამეს წაართმევ. ვერ წაიყვან, ანუ ეს დამტკიცებულია. ვერ წაიყვან. სწორია. იცი, ვფიქრობ სამართლიანი ამის მტკიცება. და მგონი შენაც ამ არგუმენტს აყენებ, რომ მხოლოდ იმიტომ, რომ ნაცისტებმა და საბჭოთაებმა გაანადგურეს ბუნდი და ბუნდის სამყარო, ეს არ ნიშნავს, რომ ისინი, ვინც მას მიემხრო, თავმოწყობილები იყვნენ. ბოლოს და ბოლოს ორივე ოცნებობდა რაღაცაზე, რომელსაც იმ დროს ალბათ მცირე შანსი ჰქონდა წარმატების. მაგრამ იმ ძალების გათვალისწინებით, რომლებიც მას ეწინააღმდეგებოდნენ, ოდესმე იყო რეალური შანსი იმ სამყაროსთვის, რომლის შექმნაც ბუნდის წევრებს სურდათ ევროპაში და განსაკუთრებით პოლონეთში. დიახ, შანსები იყო. იყო ნაპრისკლები, იყო მომენტები. მართლა და ნამდვილად იყო მომენტები პოლონეთში, უკრაინაში, რუსეთში, როცა სწორი გადაწყვეტილება რომ იღებულიყო, სწორი გზა რომ აერჩიათ, ყველაფერი შეიძლება სრულიად სხვანაირად ყოფილიყო. გერმანიაში 1928 წელს მოსახლეობის 2.4%-მა მისცა ხმა ჰიტლერს. და 1932 წელს მოსახლეობის 28%-მა მისცა ხმა ჰიტლერს. რა მოხდა? რატომ უარყვეს ჰიტლერი მხოლოდ 4 წლით ადრე? იცით რა ფაქტორებმა ითამაშა როლი და რომ არ ყოფილიყო დიდი დებრესია. რომ არ ყოფილიყო ვერსალის ხელშეკრულების დამამცირებელი პირობები და სხვა მრავალი რამ. 1920-იანი წლების ჰიპერინფლაცია და ასე შემდეგ შეიძლება გერმანიის ისტორია სრულიად სხვანაირად განვითარებულიყო. არ ვფიქრობ, რომ ეს მონსტრული სისტემები მონსტრული ადამიანებისგან იბადება. მე ვფიქრობ, რომ ისინი იბადებიან ჩვეულებრივი ადამიანებისგან, რომლებიც საბოლოოდ მონსტრულ საქმეებს სჯადიან, რადგან მიაჩნიათ, რომ მოცემულ გარემოებებში ეს საუკეთესო გამოსავალია. გულისხმობ, ეს საკმაოდ მარტივია და შეიძლება ბანალურიც, მაგრამ ასე ვხედავ ამას. და ბუნდი, რომ დაუბრუნდეთ ბუნდს, დიახ, ვფიქრობ, შანსი იქნებოდა, რომ პოლონეთი ასე ანტისემიტური რომ არ გამხდარიყო. ეს ცოტა რწმენის საკითხია, მაგრამ კარგი ასე იყოს. ეს ნამდვილად რწმენის საკითხია, მაგრამ იცით, პოლონური საზოგადოების საფუძველი კათოლიკური ეკლესია და პოლონეთის კათოლიკური ეკლესია ანტისემიტურია, ძირითადად ანტისემიტურია. იმ თვალსაზრისით, რომ სისხლის ცილის წამება და სხვა მსგავსი რამეები ჯერ კიდევ საკმაოდ თავისუფლად ვრცელდება. იმ სამყაროში. მაგრამ ვფიქრობ, რომ ნაცისტური საფრთხე რომ არ ყოფილიყო.
დასავლეთიდან ნაცისტური და აღმოსავლეთიდან ბოლშევიკური საფრთხე რომ არ ყოფილიყო. და რა თქმა უნდა, ეს არის ისეთი თუ, რომელიც წარმოსახვას ხდება, ხო იცი, თუ ისტორია არ არსებობდა, კი, შეიძლებოდა შანსი ყოფილიყო. მაგრამ არსებული გარემოებების პირობებში არა. შანსი არ არსებობდა. შანსი არ არსებობდა. და იცით, რუსეთში 1916 და 17 წლებში ბევრი კონკურენტი იდეოლოგია არსებობდა. ბოლშევიკები იყვნენ, მენშევიკები, ანარქისტებიც. კიდე მწვანეთა პარტიაც კი არსებობდა. იყვნენ სოციალისტ რევოლუციონერები. უამრავი სხვადასხვა იდეა ტრიალებდა. და იყვნენ კერენსკი და ლიბერალები. და საკუთარ თავს ეკითხები, რატო ლენინი, რატო ის? და პასუხი, რომელსაც ბევრი ისტორიკოსი იძლევა, არის ის, რომ ის იყო ყველაზე ძლიერი და შეურიგებელი ლიდერებს შორის. ის არიხევდა უკან. ის კომპრომისი არ მედიოდა, არც მემარცხენეებთან, არც მემარჯვენეებთან, არც არავისთან. ის უბრალოდ თავის გზას მიხვებოდა. და საბოლოოდ ამ სიმტკიცემ გააერთიანა ერი, რადგან მათ სჭირდებოდათ ლიდერი, რომელსაც ამის გაკეთება შეეძლო. და ამიტომ ვფიქრობ, დღესაც ბევრი უნდა ვიფიქროთ ჩვენს ლიოდ, ჩვენს ლიდერებზე. და იცით, ალბათ ეს გარკვეულწილად ტრამპის ფენომენის ახსნაშიც გვეხმარება. არ ვიცი, ეს ნამდვილად ხსნის ვიქტორ ორბანს უნგრეთში და პუტინს რუსეთში. კეთხვით, პუტინის რუსეთის პრეზიდენტად არჩევის დროს მე ჯერ კიდევ იელში მუშაობდი და ჩემი ასისტენტი იყო ერთი რუსი ბიჭი, რომელსაც ამერიკულ უნივერსიტეტში ჰქონდა დოქტორის ხარისხი მიღებული. დავკითხე, ვადიმ, ვის აპირებ მისცემ ხმას? მან მითხრა, ხო, პუტინს მივცემ ხმას. უთხარი, ვადიმ, რა გჭირს? ეგ კაცი ფაშისტია. არ შეგიძლია მისთვის მისცე ხმა. ეს სუფთა კეჯებია, ვერ ხვდები ამას. ის რუსეთს ისევ ავტორიტარულ მმართველობაში დააბრუნებს. ვადიმმა რაღაც მითხრა, რაც არასდროს დამიწყებია. რუსეთს თავისუფლებაზე მეტად სტაბილურობა სჭირდება. და ვფიქრობ, ბევრ ადამიანს ესე ეგონა. და ნამდვილად გერმანიაში ბევრ ადამიანს ესე ეგონა 1932 წელსაც. დიახ, ფიქრობ, კონტრაფაქტები მნიშვნელოვანია ჩვენი ისტორიის გაგებისთვის. ასე რომ ფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ ამ საკითხებზე ვიფიქროთ. მაგრამ, იცით, ასევე როგორც ერთ-ერთმა ჩემსმა მენტორმა კოლუმბიის უნივერსიტეტის ისტორიის დეპარტამენტში მაშინ როცა იქ ვიყავი, ევგენი რაისმა მითხრა რაღაც, რაც არასდროს დამავიწყდება. მან მითხრა, იცით, ისტორიაში არაფერია გარდაუვალი, ყველაფერი აშკარაა. და ვფიქრობ, ის მართალი იყო. და ვფიქრობ, რასაც თქვენ ამბობთ, გარკვეულწილად ამყარებს ისტორიის აღქმის იმ მეთოდს, რომელიც დღეს ძალიან მოდიდან არის გასული, ეს არის დიდი კაცის ან დიდი ქალის ხედვა ისტორიაზე. და ვფიქრობ, ეს მაინც საკმაოდ მართალია. როგორც არ უნდა იყოს ცოტა რო გადავიდეთ ამ თემიდან, ამერიკელი ებრაელები იციან, რომ შუაში 6 მილიონი ებრაელი მოკლეს. მაგრამ გულწრფელად რო ვთქვათ, მათ შესახებ ბევრად მეტი არ იციან. თქვენ გითქვამთ, რომ იდეა თითქოს ებრაელების სასაკლაოზე ცხოვრებივით წავიდნენ დიდი ტყუილია. რატომ სჯერათ ეს ბევრს? ჰანა ერენმა ეს თქვა. აი ამიტომ და ესეც ნაწილია იმისა, რატომაც. და მათ არაფერი ჰქონდათ, რაზეც დაეყრდნობოდნენ, გარდა ოჯახის ისტორიებისა, რომლებიც შეიძლება ერთგვარად ან სხვაგვარად ამტკიცებდნენ საპირისპიროს. And Hannah Arendt, ღმერთო ჩემო, New York Review of Books-ი, New York Times, უდიდესი ინტელექტუალური ფიგურა. ის ამბობს ამას. ის სიტყვება. ის იტყვებოდა ებრაელ ქალებზე, რომლებზეც თქვა, რომ ტანსაცმელი გაიხადეს და წესიერად დააწვეს, რათა არ დასცვილიყო, როცა ლიტველები ესროდნენ მათ. და იცით, ეს გეტოების ებრაელი ლიდერების დისკრედიტაცია, ურადღების გამახვილება ებრაულ პოლიციაზე. თითქოს ებრაული პოლიცია იმავეს აკეთებდა ბანაკებში, რასაც იქ აკეთებდნენ. სადიზმისა და საკუთარი ხალხის განადგურების სურვილით, ვიდრე საკუთარი ოჯახების გადარჩენის მიზნით. იმიტომ რომ ნაცისტებმა უთხრეს, რომ ასე უნდა ეკნათ, თორემ მათი ოჯახები გაზის კამერებში მოხდებოდნენ. ამიტომ ჰოლოკოსტის შესახებ განათლების დიდი საჭიროება ჯერ კიდევ არსებობს. ვიცი, რომ ამას ბევრი ადამიანი ამცირებს. ვიცი, რომ ზოგი ამბობს, რომ ეს არ მუშაობს.
და ერთადერთი რაც ამაზე შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ წარმოიდგინეთ მსოფლიო, სადაც ჰოლოკოსტის განათლება არ არსებობს. წარმოიდგინეთ მსოფლიო, სადაც ფილმი შოა არ გამოსულიყო. ან ის მრავალსერიანი სერიალი, რომელიც გერმანიაში გავიდა და გერმანიის ისტორია შეცვალა. ეს მუშაობს. უბრალოდ საკმარისად არ მუშაობს. იცი, მამა ჩემი DW ტესტს ძალიან უყვარდა. მას უყვარდა კოღოების დიდათით მოკლა, რადგან ამბობდა, რომ ეს მუშაობდა. ხო, მართლა მუშაობდა. ის ასევე მოხდა საკვების ჯაჭვში და ასე შემდეგ. ეს არ იყო ისეთი კარგი. მაგრამ კოღოები ისევ არიან, ხომ ასეა. საკმარისად არ იმუშავა. ხო, საკმარისად არ იმუშავა. და კოღოების პრობლემას მხოლოდ დიდი თიით ვერ მიუდგები. ჭაობები უნდა ამოაშრო. ახალი წამლები უნდა მოიპოვო, უამრავი რამ უნდა გააკეთო. და სიმართლე გითხრა, ძალიან მაღიზიანებს, როცა ადამიანები ანთხუილებს იმეორებენ. დიახ, რა თქმა უნდა, მართალია, რომ ბევრი ებრაელი ისე სცემეს, შიმშილით აწამეს და დემორალიზებული იყვნენ. და უიმედოდ იყვნენ. იმ დროისთვის, როცა გაზის კამერებში მიყავდათ, ან იმ დროისთვის, წაგიკითხავს, დარწმუნებული ვარ, წაგიკითხავს აღწერილობები, როგორი იყო იმ საქონლის ვაგონებში და როგორი იყო გეტოში. ყოველ დღე შიმშილობდნენ, დღე-დღეზე, არც სითბო ქონდათ, არც ცხალი, არც სიყვარული და არც მომავალი. ამიტომაც ბევრისთვის, დიახ, ალბათ სიკვდილი იყო გათავისუფლება, მაგრამ დიდი წინააღმდეგობაც იყო. იყო ერთი პატარა დღიური, რომელიც ცოტა ხნის წინ აქ ივოში გამოვაქვეყნეთ. იცხაკ რუდიშევსკის დღიური და გვაქვს ონლაინ მუზეუმის გამოფენაც ამაზე. ან 13 წლის ბიჭზე, რომელიც ამბობს, რომ ძალიან თვითცნობიერია გეტოში, ვილნოს გეტოში. ედეშერ პოეზიის კითხვა წინააღმდეგობის აქტია. მისი სულის ცოცხლად შენარჩუნება წინააღმდეგობის აქტია. ის ამას თვითცნობიერად აღიქვამს. და რატო აკეთებს ამას? იმიტომ, რომ გეტოში იყო დიდი ლიდერი ავრამ სუცკევერი, რომელმაც ეს მასალა ამ 13 წლის ბავშვებს გააცნო. მან ასწავლა მათ პოეზია, ასწავლა როგორც წაეკითხათ და ეფიქრათ მასზე და იყო კავშირი წარსულთან. მაშასე ისე ვუბრუნდები იმას, რომ ეს მხოლოდ სუცკევერი არ იყო. ეს იყო სუცკევერი და ამასთან ერთად ეს ახალგაზრდა ბავშვები კონკრეტულ სიტუაციაში. მაგრამ უმეცრება ჩემთვის უბრალოდ შემაძრწუნებელია. და ეს არის თავად ებრაელი ხალხის უმეცრება, ის სტერეოტიპები, რასაც ისინი საკუთარ თავზე ატარებენ. ეს სტერეოტიპები ჩვენზე, გერმანელებს, არ სჭირდებათ გამოიგონონ. არც პოლონელებს, არც უკრაინელებს, არც რუსებს და არც სხვას. ჩვენ თვითონ ვიგონებთ მათ. შეიძლება კიდევ ერთი მიზეზი, თუ გსურთ იყოთ მოყვარული ფსიქოანალიტიკოსი და ამაზე იფიქროთ. მიზეზი, რის გამოც გჯეროდა, რომ ისინი სიკვდილზე მიდიოდნენ, როგორც ებრაელები, როგორც ცხვრები დაკვლაზე, ის იყო, რომ აქ ამერიკაში გვინდოდა გვენახა, როგორ იბრძოდნენ ისინი მამაცად და როგორ იცავდნენ თავს. და მათი ბედის გამო იმდენი რისხვა იყო. და იცით, მსხვერპლს ადანაშაულებ. დიახ, ვფიქრობ, მსხვერპლის დადანაშაულება ხშირად ხდება. და სიმართლე ისაა, რომ სადაც წინააღმდეგობა შესაძლებელი იყო, წინააღმდეგობა ნამდვილად ხდებოდა. ზუსტად. იცით, ის ფაქტი, რომ ებრაელები განიარაღებულები და მარტოები იყვნენ და არავინ ეხმარებოდა მათ, ის წინააღმდეგობა, რაც რეალურად მოხდა, გარკვეულწილად სასწაული იყო. ხო. მაგრამ კიდევ ერთხელ ვფიქრობ, ამის შესახებ მეტი უნდა ვიცოდეთ. და ვფიქრობ, ეს ასეა, როგორც თქვენ ამბობთ, ჰოლოკოსტზე მეტი განათლება გჭირდება, მაგრამ სწორი სახის, არა ისეთი, რომ ყველაფერს გააერთიანებს და გაამარტივებს, თითქოს ეს არაფრით განსხვავდება ჩვეულებრივი ბოროტებისგან სხვაგან. უნდა ვიცოდეთ მეტი იმ ებრაელებზე, რომლებიც მოკლეს. მათ სამყაროზე, როგორ იბრძოდნენ გადარჩენისთვის და როგორ ეწინააღმდეგებოდნენ იქ, სადაც შეეძლოთ. ასევე უნდა ვიცოდეთ მეტი ნაცისტების მოტივაციებზე. იცი, აიხმანის ჩანაწერები, არ ვიცი წაგიგითხავს თუ არა, შეიძლება წაგიგითხავს, მაგრამ ისინი ძალიან გამამხილველია. და ისინი არგენტინაში გაკეთდა არა ისრაელელი გამომძიებლების მიერ, არამედ მისი ნაცისტი თანამოაზრეების მიერ.
მათ სურდათ, რომ ჩანაწერში აეხსნა თავისი ბრწყინვალე მიღწევები და ცხოვრება. და კითხეს მას, რატომ გააკეთე ის, რაც გააკეთე, იცი? დაიხმანი ამბობს, იცი? შეცდომა ებრაელების ქვეადამიანებად მიჩნევა. ადამიანები, რომლებიც ებრაელებს უნტერმენშლებად მიიჩნევენ, არიციან რაზე ლაპარაკობენ. ებრაელები ზეკაცები არიან. ებრაელებმა კაცობრიობას კანონი მისცეს. როდესაც ებრაელებმა კაცობრიობას კანონი მისცეს, ჩვენ მღვიმეებში ვცხოვრობდით. ჩვენ ჯერ კიდევ ხროვებად ნადირობდით ველურ ცხოველებზე. ებრაელები ბატონიერია და სწორედ ამიტომ უნდა გავთავისუფლდეთ მათგან. ეს ეიხმანის საკუთარი სიტყვებია, გამომძიებლების ზეწოლის გარეშე ნათქვამი. მას ეს ნამდვილად ჰქონდა განაზრებული და იგი ფანატიკოსი იყო. როგორც თქვენ იცით, როგორც დარწმუნებული ვარ, მსმენელებმაც იციან. ზუსტად იმაში, რომ დედამიწა გაეწმინდათ იმ რასისგან, რომელიც კონკურენციას გაუწევდა ნაცისტების არიელთა იდეას. მაგრამ ვარშავის გეტოს ისტორიო. ეხლა ვარშავის გეტოს მუზეუმის თემად იქცევა ვარშავაში. და ბევრი აკადემიკოსი შიშია, რომ ეს კიდევ ერთი ადგილი იქნება, სადაც პოლონეთის მთავრობა ამცირებს. ვარშავის გეტოს აჯანყების ნამდვილ ებრაულ ხასიათს და ამის ნაცვლად წარმოაჩენს, თითქოს ებრაელები და პოლონელები ერთად იბრძოდნენ საერთო მტრის წინააღმდეგ. და იცით და თუ დაუბრუნდებით იმას, რისი მიღწევაც ეიხმანს სურდა, ეს მხოლოდ ებრაელების ფიზიკური განადგურება კონკრეტულ ადგილას არ იყო. ეს იყო მათი კულტურა, მათი ისტორია, ებრაელი ხალხის მეხსიერება. მათი განადგურება არა მხოლოდ გერმანიაში და პოლონეთში, არამედ ყველგან. და იცით, ის აზრი, რომ როგორც თქვენ ამბობთ, თითქოს ნებისმიერი ბოროტება, ნებისმიერ ადგილას უბრალოდ ეს არის საშინელი გაუგებრობა ებრაული ისტორიის უნიკალურობის მიმართ. დიახ, ეს აბსოლუტურად სწორია. და ვფიქრობ, ასევე მართალია და ეს გამომდინარეობს იმიდანაც ახლახან თქვით, რომ დღეს უმეტესობა ებრაელებისა ძალიან ცოტა სიცნობს იმ ებრაულ ცივილიზაციაზე, რომელიც ებრაელებთან ერთად განადგურდა შუაში. რას ვერ იგებენ ისინი? რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ებრაელებმა დღეს უნდა იცოდნენ ამ ისტორიის თავისა და იმ სამყაროს შესახებ, რომელიც დაიკარგა? თავი გულისხმობს ჰოლოკოსტამდე აღმოსავლეთ ევროპაში არსებულ პერიოდს. დიახ. ებრაელები იყვნენ, არიან და მომავალშიც დარჩებიან შემოქმედებით ხალხად. ებრაელები ქმნიან ენას ყველგან, სადაც მიდიან. იქნება ეს იდიში, იუდეო-არაბული, თუ ბოტის ენა, ან რაც არ უნდა იყოს, იუდეო-პერსული. ჩვენ ქმნით ენას. ჩვენ ქმნით მნიშვნელობას. როგორღაც, ჩვენ უბრალოდ ვაკეთებთ ამას. და ამიტომ შევქმნით ცივილიზაცია ჩვენი საკუთარი ენით, ჩვენი საკუთარი კულტურით, ჩვენი საკუთარი ტრადიციებით. და მაშინ მას ზიზღით შეხედეს. ეს იდიშიზმია, დამახინჯებული გერმანული. ფოლკლორი პოლონურია, ფოლკლორი გადაცმულია. და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მაგრამ როგორც მაქს ვაინდრახმა აღნიშნა თავის იდიშის ენის ისტორიის ფუნდამენტურ ნაშრომში, ყველა ენა სხვა ენებისგან ყალიბდება. მაგალითად, ინგლისური. შეუძლებელია ინგლისური წინადადება, რომელშიც არ იყოს გერმანული, ბერძნული, ლათინური ფესვების მქონე სიტყვები და ასე შემდეგ. ეს იყო განსაკუთრებულად შემოქმედებითი პერიოდი ებრაელი ხალხისთვის. ახლახან კიევიდან დავგრუნდი, სადაც ვერნაცკის ბიბლიოთეკაში ვიყავი. The Anskas ექსპედიცია 1912-დან 1914 წლებში, რომელიც ძალიან მოკლედ რომ აგიხსნათ, იყო მცდელობა ამ წერლის, So Anskis, რომელიც იყო დებუკის ავტორი, DDPS-ის დებუკი. მან ორგანიზება გაუწია ექსპედიციას ებრაელთა დასახლებებამდე.
საუკუნეების განმავლობაში დაწყებული მე-13 საუკუნიდან მე-12, მე-14 საუკუნეებამდე. მისი ნაწილი ნიუ-იორკში, იევოში ინახება, ხოლო ნაწილი კიევშია. ეხლა გვაქვს შეთანხმება, რომ ციფრულ ფორმატში გადავიყვანოთ ყველაფერი, რაც კიევშია და დავაკავშიროთ იმასთან, რაც აქ გვაქვს, რათა სრული კომპლექსი გქონდეს შემორჩენილი მასალების. როგორც არ უნდა იყოს მასალებს შორის, რომლებიც მან იპოვა, იყო ჰაგადები, რომელთაგან ერთ-ერთი, როგორც მახსოვს, მე-15 საუკუნეს ეკუთვნის. და ჰაგადაში აშკარად არის მითოლოგიური პერსონაჟების გამოსახულებები, რომლებიც ებრაულ ბიბლიაში არ ჩანს. ისინი თალმუდშიც არ ჩანს. არავინ იცის, საიდან მოდიან ისინი. გარდა იმისა, რომ ალბათ უკრაინული ფოლკლორიდან, პოლონური ან რუსული ფოლკლორიდან, ან რაღაც მსგავსი ადგილიდან მოდიან. და ებრაელებმა, რომლებმაც ჰაგადა შექმნეს, გადაწყვიტეს ისინი ჩაესვათ ეგვიპტიდან გამოსვლის ამსახველ სცენებში. ნებისმიერ შემთხვევაში საკმაოდ საინტერესოა ამის ნახვა. უკვე იმ დროსაც კი, იმ ადრეულ ეტაპზე, ებრაელები იღებდნენ გარე სამყაროსგან რაღაცებს და ამავდროულად ინარჩუნებდნენ თავიანთ არსს. Pasekis ისტორია. და ხედავთ, როგორ მუშაობს ეს ანსკის მიერ შეგროვებული მრავალი გამოსახულების საშუალებით. და მე ვიტყოდი, რომ ნახეთ, ეს არ იყო ოქროს პერიოდი. იყო ხმელნიცკის პოგრომები. საშინელი რაღაცები მოხდა. იყო ყველა პოგრომი უკრაინაში, პოლონეთში და ასე შემდეგ. ამიტომ იყო ბევრი საშინელი ისტორიული მოვლენა. მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად, ებრაელები აჩვენეს დაუჯერებელი გამძლეობა თავიანთი რწმენისა და სოციალური მისწრაფებების მიმართ ერთგულებაში. თავიანთი ენისა და ოჯახების მიმართ. იცი ეს ნამდვილად. ყოველ დღე, როცა კივოში ვარ და ვსწავლობთ ამას, ყოველთვის გაოცებული ვარ იმით, რასაც ვპოულობთ. ყოველთვის. ჩვენი ხალხის შემოქმედებითობა უბრალოდ. ნამდვილი შთაგონება. და ნახეთ, რა შევქმენით ისრაელში. ნახეთ ეს. ნახეთ ის უდაბნოები, რომლებიც ახლა გამწვანებულიათ. ამდენი საოცარი რამ. შეგიძლიათ მოგვიყვეთ ცოტა იევოს ინსტიტუტის ისტორიაზე, მის შექმნაზე, საბოლოოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში გადატანაზე და იმაზე, რას აკეთებს დღეს. რა თქმა უნდა, ივო დაარსდა 1925 წელს, მაგრამ მისი ჩამოყალიბების პერიოდი ბევრად უფრო გრძელი იყო. და ეს უკავშირდება ანსკის ექსპედიციას, რომელსაც ვახსენებ, ანუ არტეფაქტების შეგროვებას. ივო დაარსეს მეცნიერებმა, რომლებიც ასე ფიქრობდნენ 1925 წელს, ვერსალის ხელშეკრულებით, უმცირესობათა ხელშეკრულების შექმნით და სხვადასხვა მექანიზმებით, რომლითაც უმცირესობებს შეეძლოთ სახელმწიფოში წარმომადგენლობის მოპოვება და მოქალაქეობას მიიღებდნენ და ასე შემდეგ. პოლონეთში, ლიტვაში და სხვაგან ეხლა დადგა დრო რომ იყოს. უმაღლესი განათლების აკადემია ებრაელი ხალხისთვის, ებრაელი ხალხის მიერ აღმოსავლეთ ევროპისათვის. გერმანიაში უკვე არსებობდა Wissenschaftes Judentums, რა თქმა უნდა. გერმანელი ებრაელები უკვე ძალიან იყვნენ ასიმილირებულნი და ასე შემდეგ. მაგრამ აღმოსავლეთ ევროპაში არ არსებობდა აკადემია ებრაული უმაღლესი განათლებისთვის. ესე რომ ეს წამოიწყეს და ივოს სამი ფილიალი არსებობდა. ერთი ბერლინში იყო, ერთი ვარშავაში, ერთი კი ვილნაში, ახლა ვილნიუსი ლიტვა. ვილნიუსში, ლიტვაში, ვილნაში არსებული ფილიალი ხელმძღვანელობდა მაქს ვაინრაიხი, დიდი ფილოლოგი, ლინგვისტი და მეცნიერი. და მან თავის საქმე დააქცია ყველაფრის შეგროვება. და მან გამოაქვეყნა განცხადებები იდიშურ გაზეთებში მთელ მსოფლიოში. მომწერეთ დოკუმენტები, ნებისმიერი სახის დოკუმენტები, წერილები, დღიურები, წიგნები, გაზეთები, ბროშურები, პლაკატები. ჩუსტები. სათამაშოები, რაც არ უნდა იყოს. გამოგვიგზავნეთ ისინი.
ჩვენ ვაგროვებთ ამას ებრაული ცხოვრების შესასწავლად, რათა გავიგოთ, რა არის ჩვენი ადგილი მსოფლიოში. და ნელ-ნელა ევომ დააგროვა მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი არქივი. მასში იყო მასალები რუსეთიდან, ამერიკიდან, სამხრეთ ამერიკიდან, კანადიდან, ინგლისიდან, საფრანგეთიდან, გერმანიიდან, პოლონეთიდან, რუმინეთიდან. ჩვენს არქივში ახლა თითქმის 30 მილიონი დოკუმენტია. ყველა ევროპულ ენაზე, იდიშზე, ებრაულზე, არაბულ ენებზე, იაპონურად, ჩინურად, სადაც კი ებრაელები წავიდნენ. ესევე ჩვენ გვაქვს ლადინოს მასალების ყველაზე დიდი კოლექცია ჩრდილოეთ ამერიკაში. ჩვენ გვაქვს ჰოლოკოსტის მასალების ყველაზე დიდი კოლექცია იად ვაშემის გარეთ, მთელ მსოფლიოში. 7 მილიონზე მეტი დოკუმენტი, რომელიც ჰოლოკოსტს უკავშირდება. ჩვენ გვაქვს 1. ჩვენ ბარდის კოლეჯთან ერთად ვახორციელებთ პროექტს, რომლის მიზანია იდიშის ენისა და ცივილიზაციის სამაგისტრო პროგრამის შექმნა, რაც თავის სახეობაში პირველი იქნება. ჩვენ წელიწადში 60 პროგრამას ვატარებთ, ყველა სახის პროგრამას, წიგნების გაახილვებს, კონცერტებს, ოპერებს, ფილმებს, ყველა სახის ღონისძიებას. ჩვენ გვაქვს სემინარები და ლექციები. ჩვენ გვაქვს ონლაინ მუზეუმი. მაგრამ ჩვენი ყველაზე ახალი პროექტი არის ის, რითაც ყველა ძალიან ვამაყობთ. ეს არის სწავლებისა და მედიის ცენტრი. ეს არის პირველი, ესე ვთქვათ, სწავლებისა და მედიის ცენტრი ამერიკაში და საერთოდ რამდენადაც ვიცი მსოფლიოში, რომელიც ეძღვნება იდიშურ ცხოვრებას, ებრაულ ცხოვრებას აღმოსავლეთ ევროპაში. და ის აღჭურვილია მრავალი ორიგინალური არტეფაქტით და სხვადასხვა ნივთებით. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ჩვენ პირდაპირ თანამშრომლობთ მასწავლებლებთან, რათა შევიმუშავოთ 90 წუთიანი სასწავლო გეგმები იმ კლასებისთვის, რომლებიც მოდიან. ვინც სურს პოლონეთის შესახებ გაიგოს, ან იდიშის შესახებ, სურს იდიშის თეატრის შესახებ გაიგოს, სურს ებრაელებსა და ბეისბოლზე გაიგოს, ან სურს ეს, ის, ან სხვა რამ გაიგოს. შემდეგ მათთვის ვამზადებთ მასალებს. ჩვენ მათ ჩვენს არქივებში შემოვიყვანთ. ვაჩვენებთ რა არის არქივი. და ამაზე ბევრი შესანიშნავი ისტორია არსებობს, მაგრამ სტაივუსანტის საშუალო სკოლა, დალტონის სკოლა, ბევრი ებრაული და არაებრაული სკოლა, კოლუმბიის უნივერსიტეტი, ნიუ-იორკის უნივერსიტეტი, ფერფილდის უნივერსიტეტი, ყველგან მოდიოდნენ სტუდენტები. ისევ და ისევ, კლავ და კლავ აქ. ამიტომ მე ძალიან ვარ კონცენტრირებული ებრაული განათლების იდეაზე. შეგიძლიათ გითხრათ, რაზე მუშაობთ ამჟამად თქვენი წერისა და შემოქმედებითი საქმიანობის მხრივ? თუ მეტი დრო მქონოდა, ისაკ ბაბელზე წიგნს დავწერდი. მაგრამ ეს დრო არ მაქვს. იქნებ როცა პენსიაზე გავალ, მაშინ მექნება ეს დრო. მაგრამ თუ და როცა პენსიაზე გავალ, შეიძლება ენერგია აღარ მქონდეს, რომ ამაზე ვიმუშაო, არ ვიცი. მაგრამ ისაკ ბაბელი წლებია ძალიან საინტერესო პიროვნებაა ჩემთვის. როცა რუსეთში მუშაობდი, უსასრულოდ ვეძებდი მის დაკარგულ არქივს. ბევრი ადამიანი მეხმარებოდა ამაში. დიახ, და ასევე მინდა წიგნი დავწერო სტალინზე. პირველ რიგში მინდა დაუპირისპირდე სტალინის ნორმალიზაციის ამჟამინდელ ტენდენციას. მეორეს მხრივ მინდა ვაჩვენო, რომ ის მონსტრი არ იყო. ის არ იყო, იცით, პათოლოგიური ფიგურა. ის ბევრ მხრივ იყო იცით, ტროცკი მას დიდ მედიოქს უწოდა. ზოგ მხრივ ასე იყო, მაგრამ ის ბევრად უფრო ჭკვიანი იყო ვიდრე ეს. სინამდვილეში მან ტროცკი გადააჭარბა ჭკუაში. უდავოდ. ხო. როგორც არ უნდა იყოს. ეს არის ის სამყარო, რომელიც ყველაზე მეტად მხიბლავს. როგორც უკვე ვთქვი, ჩემი მეგობარი, დიდი მეცნიერი ჯეფრი ჰერფი და მე ვამზადებთ ამ წიგნს ჰამასის იდეოლოგიაზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საქმეა. ბატონო ბრენტი, დიდი მადლობა, რომ დღეს შემოგვერთით. როგორ შეუძლიათ ჩვენს მაყურებლებსა და მსმენელებს თქვენი და იევოს საქმიანობის თვალყურის დევნება და მეტი ინფორმაციის მიღება?
რა თქმა უნდა, ისინი შეუძლიათ ეწვიან EVO-ს webგვერდს, evo.org-ს, სადაც შეძლებენ გაეცნონ ჩვენს პროგრამებს, საარქივო პროექტებსა და გენეალოგიურ პროექტებს. ვიცი, რომ ბევრ ადამიანს აინტერესებს იმ დაბებისა და ქალაქების პოვნა, სადაც მათი მშობლები ან ბებია-ბაბუები ცხოვრობდნენ. და ჩვენ ამას ხშირად ვაკეთებთ. თუ ვინმეს აინტერესებს, უბრალოდ შეუძლია მომწერო self-postაზე. ჩემი პოლნართული არ არის. კარგი. ასევე გვინდა მადლობა გადაუხადოთ ჩვენს აუდიტორიას. გთხოვთ არ დაგავიწყდეთ ყოველდღიურად ბრიურად მოусმინოთ ჯონათან ტობინის ყოველდღიურ გამოშვებას, რომელსაც შეგიძლიათ მოусმინოთ ყველგან, სადაც პოდკასტებს უსმენთ. და არ აქვს მნიშვნელობა, რომელ პლატფორმაზე გვისმენთ, ან თუ პირდაპირ ეთერში გვიყურებთ Facebook-ზე, X-ზე ან JNS-ის YouTube არხზე, გთხოვთ მოიწონეთ და გამოიწერეთ JNS. დააწყაპუნეთ ზარზე, რათა მიიღოთ შეტყობინებები და დაგვიტოვეთ კარგი შეფასებები. გთხოვთ მოგწერეთ მისამართზე thinktwice@jns.org და შეგვათხოვინეთ, სად უსმენთ ან უყურებთ გადაცემას და რას ფიქრობთ მასზე. და გახსოვდეთ, განაგრძეთ კითხვა და საკუთარი აზრის ფორმირება. შევხვდებით მომავალ კვირას.